საფრანგეთის მოქალაქე მინდა გაგაცნოთ. საფრანგეთში დაბადებული, საფრანგეთში გაზრდილი, მოდლიშვილი. გავრილ დოროშინი, რუსის არმიის უმცროსი ლეიტენანტი და ორდენების კავალერი. ამ ახალგაზრდას აქვს ტელეგრამ არხი, რომელზეც საკუთარ ფიქრებსა და სიახლეებს უზიარებს 12000-ზე მეტ გამომწერს. Приветствую вас, дорогие подписчики обратной перспективы. იკითხავთ ალბათ რითაა საინტერესო. ასე ტერორისტი რუსეთს ალბათ ასობით 1000 ყავს, გინდ მიწის ზემოთ, გინდ მიწის ქვემოთ. მაგრამ ამას აქვს ერთი რამ, სისხლი. გავრილ დოროშინი, საფრანგეთის მოქალაქე, არის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილი, მოკლედ მერვე თაობა. საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი და განათლებული კაცი ადგა და ჩამოვიდა უკრაინაში საომრად. ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც დაიწყო ომი დონბასში. ახლა სამხედრო დაზვერვაში მსახურობს დრონების ოპერატორია. თავის სოციალურ ქსელებში ეს კაცი ხან წინაპრების ამბებს გვაცნობს, ხან ჩეჩენ თანამებრძოლებს ნათლავს ტერორისტებად, რა კი მისი ბაბუები არასდროს ენდობოდნენ ბოლომდე ამ ხალხს. ხან პუტინს ადიდებს და ხანაც თავისი ქვეყნის მთავარ სამიზნეს გვახსენებს. კონსტანტინოპოლს, რომელიც მისმა ჯიშმა, ჯილადმა და წინაპარმა ვერაფრი დაიპყრო, თუმცა ძალიან უნდოდა. რისთვის გავისარჯე? რისთვის ვქიქი ამბები? რატომ გადავწყვიტე ეს ვიღაცა კამპანი? უსახელო ახალგაზრდა თქვენთვის გამეცნო. ერთადერთი მიზნით. შემეხსენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ქვია წყობილებას, რომელიც იმ მომენტშია დამყარებული რუსეთში. სამთავრო, სახანო, ურდო, სამეფო, იმპერია, რესპუბლიკა, ფედერაცია. ადრე ფეოდალური გვია, ფეოდალური, ბურჟუაზიული, სოციალისტური, მენშევიკური, ბოლშევიკური, კომუნისტური, კაპიტალისტური, ოლიგარქიული, ავტოკრატია, დიქტატურა, ტირანია. ეგ სულ ყველაფერი ერთია. და გინდ იმპერატორის ნაშიერი, გინდ პარტიის გენერალური მდივნის, გინდ პრეზიდენტის. სულ ყველა ერთი რუსეთითაა ნაკეთები და ერთი დამპალტესიდანაა აღმოცენებული. ერთადერთი რაც უნდა, მეტი მიწა, მეტი და კიდევ უფრო მეტი. აი როგორც ამის სუძაღლი ბაბუის წვრილი და ღარიბი ჩინოვნიკი წერდა. შფოთვენ და დრტვინან და იტყვიან, როდის იქნება ის სამეფოცა ჩვენი იყოს და აღიძვრიან იმავე მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან. იმ მიწად ქცევა ადრე და მალე თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობა და თქვენს ისტორიულ სამშობლოს.